მოკლედ რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა ყველაფერი გააფუჭეთ რა. არავის ლაპარაკმა თქვენზე არ გაჭრა. არაფერმა თქვენზე არ გაჭრა. არც ჩვენმა დღევანდელმა ცხოვრებამ, არც წარსულმა, არც ისტორიამ, არც ერთი ჩვენი დიდი ნიჭიერი ხალხის ჭკუამ და სწავლებამ არც მაგათმა არ გაჭრა. რო წაიკითხო და ნახო თუ ვერ ხვდები როგორი ცხოვრო, რომ იმას მაინც დაუჯერო და ისე მაინც გააკეთო. ყველა გენიოსები ხართ. ყველა საქართველოსთვის კარგს აკეთებთ, რომ მოგისმინოს კაცმა. და ცუდად რატო გვაქვს საქმე მაშინ? თქვენი კოცი დედა მოვტყანმე, აი იმიტომ გვაქვს საქმე ცუდად. რომ იყლებებთ თავებს და სანამ მე ცოცხალი ვარ, მე ვჭამო ძმაო და მე რო აღარ ვიქნები, მე დედაც მოსწონია მთელ მსოფლიოს რა. მარტო საქართველოს კი არა, სუხალეზე არ ხიდია. სანამ მე ვარ, მაშინ უნდა ვიყო თორე. მე ამჩერ ფეხებს. ხო და ეგეთი ცხოვრების წესმა მიგვიყვანა დამპიტაურმა ჭამასმა, მუცლების ამოყრვამ და გახეთქვამ, რომელსაც მეც დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი და ვწდებოდი ვაღიარებ, ვსკდებოდი ამ ღვინით და ყანწებით და ასე მეგონა ბერღვინოს ვინც ასვავს ის იყო ყველაზე მაგარი კაცი. და რუსებს დავწინოდი, ეს ალკოჰოლიკები სამჭიქას დალევენ და ღობის ქვეშყრიან. ამერიკელებმა სმა არ იციან მეთქი ერთხელ ვამბობდი და ნუ იცინოდნენ რა, აი მე ვიცი სმას, აი ეს პატრონს უბედურ თურმე ისტრიბიტელების და ტანკების ტარება უნდა გვესწავლა და რაკეტები გამოგვეგონებია და როგორც ისრაელი ისე უნდა ცხოვრობდეთ, მაგრამ შეცდომები დაუშვით. მე 2000 წელს მოვედი 90-იანებში 95-ში 16-ში უკვე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და რაღაცეებზე ამეხილა თვალები და დავიჯერე. არ მინდოდა დაჯერება ხდებოდი, მაგრამ დავიჯერე რა, რომ თურმე მოღალატეებით ასავსე ჩვენი ქვეყანა და ვინც პირში გიღიმის და შენი სალღებძელოები ყანწით არ დაგეული თურმე ის გიტყნავს კარგი სტრაქს პირველ რიგში. და რა ვიცი აბა, ბევრი რამე შეიცვალა, ბევრი რამე ეხლა არავის და არაფერს აღარ ამჯერა. და ამ ქართულმა სულელურმა ცხოვრებამ მიგვიყვანა დაღუპამდე რა. სული და გულით ორივე ფეხით, ორივე ხელით ვეთანხმებოდი მიშა სააკაშვილს, რომ დაიწყო რეფორმები 2007-ში წამოვედი. და ვერავინ ვერ დამაჯერებდა, რომ ისევე ოტაკაია დოლევარავსკაიას ვიმღერებდით რა, ვერ დავიჯერებდი ვერასდროს. მღერი ვარ კი არა, კალინკაზე არა ვცეყვავთ, რომ ნო ვითარებასთან შედარებით უყურებდი, ფიქრობდი, სულ მეც ვიღებდი მონაწილეობას რაღაცეებში. შევარნაძე ეცა და გააკეთა რაღაცა. მიშამ ბევრი რამე გააკეთა. და ეხლა ესენი მოვიდნენ და იმ წუთში მივხვდი, რომ ესენი არაფრის გამკეთებლები არ იყვნენ და დაღუპავდნენ ქვეყანას. დაღუპეს. რაც გასაფუჭებელი იყო, ყველაფერი გააფუჭეს, რაც გასაყიდი იყო, გაყიდეს. ეხლა უნდა დიდი მაყუთის მოხევა და წასვლა. შემოუშვეს ეს ამდენი უვიზო მიმოსვლით, ამდენი ხალხი, მადიდგან ფული შემოძდით. მოგიტყანთ დედის ტრაკი. აი ლაპარაკიც აღარ მინდა არაფერის და რამის ახსნა ის ეს არის. პროჭები ხართ, ქოცები ხართ, ყველა დედამოწყნლები და პროჭები ლაპარაკის დრო დამთავრებულია. მოგიტყანთ დედის ტრაკი. всё, ლაპარაკს მორჩი. თუ შემოვედი და თუ დავდე რაღაცა და თუ თქვი რამე, მხოლოდ და მხოლოდ 4-5 წინადადება. ქოცებო, დილამშვიდობისა, მოგიტყანთ დედის ტრაკი. ხო გათენდა მათ?
ხოდა თქვენი გათენებული დედა მოვწყან მეკოცებო რა. თქვენი ბოსის თამადობით მოგიტყანთ კეთილები ჯიში და ჯილაგის უყველას. კარგად იღავით. ამერიკა დალოცოს ღმერთმა, საქართველო ყველაზე პირველად რაც თავარია და უკრაინა. თქვენი დედაც მოვწყან მეკოცებო.